თქვენ ახლა კადრში ხედავთ ვალენსიის პორტს, სადაც ძალიან შემთხვევით აღმოუჩდით. და აი ამ პორტში აღმოვაჩინე ესეთი ძალიან ძველი უმოქმედო გემი, რომელზეც ახლა ჩვენ შევად და ვნახავთ რა სიტუაცია და რა ხდება იქ. პირველ რიგში აი ესეთი ხიდია, სადაც ახლა მე შევალ ეს ჩანგრეული საფეხურებით და ეს ხიდი რაღაცა ძალიან უცნაურად ქანაობს და გადავდივარ გემზე, სადაც უკვე თემო მოშინაურდა და იქ ყველაფერს ათვალიერებს, ყველაფერი შეისწავლა და შეხედეთ უბრალოდ როგორი ძველი და დაზიანებული გემია, რომ მზისგან გაფუჭებულია ეს საღებავები, აძრობილია აქ ყველაფერი, შტურვალი, სად არის შტურვალი და საიდან სად უნდა უყურო გზას, როცა ატარებ იმ სიშორეზე მე არ ვიცი, ვერ ხვდები, არ მესმის. არა, რეალურად აქ არის, მოდი. რეალურად მანდ არის? მოვალახლავე. აქ როგორ ყრია ესე იგი ყველაფერი უყურეთ რამხელა ბაწრები, თოკები, არ ვიცი ხა. რეალურად ცოტა არ იყოს და გაოგნებული ვარ, რაღაცნაირი შეგრძნება და ემოციებია, როცა ესე მიტოვებულ გემზე ძალიან შემთხვევით აღმოჩნდები, შეხედეთ როგორი დიდი უზარმაზარი მასიური მაგიდა სკამები, ლეიბები ერთ დროს ფუნქციონირებდა ეს და ძალიან კარგი ალბათ ძვირადღირებული გემი იყო. ვაუ! ის ნახე რა ხდება იქ, დაკეტილია იქ, ხო? რაღაც არის. ოთახია, იმიტომ რომ ალბათ ოთახი იყო, ხო? აი ეს არის კიდე მეორე? შეხედე, აი აქ. ვაუ, ნახე. ის უბრალოდ დამხმარე შტურვალია. გასაგებია, არ ვიცით ახლა თუ იმე მიცით დააკომენტარეთ, გვასწავლეთ. ესე იგი ნახე მართლა როგორი მოხერხებული სავარძელი აქვს, რამდენი ნივთია აქ ნახე, უაზროდ დაყრილი დუქები. მანდრა არის. საათი. აბა საათი. არის წვიმა თუ რა იქნება, შტორმი, წვიმიანი, შეცვლაო, ძალიან მშრალიო. აქეთ რა ხდება? აქეთაც ვნახავ. აქეთაც მაინტერესებს რა ხდება, რა სიტუაცია. ვაიმე თემო შეხედე. ყვავილებია გაზდილი, ხეები, ამოდეს იმდენი ხანია ეს გემი ასე უმეძრაოდ დგას, რომ მაგე კადრში ხედავთ რა ხდება აქ. აქეთ მეორე მიტოვებული გემია. რა თუ მომხერხებ, შეიძლება მანდაც წავიდეთ. ეს მე მგონი სამხედრო გემია, ხო? კიბე არა გვაქვს. აჰა, კაი, წავედით აბა წინ ნახოთ რა ხდება. უყურე. აქაც უყურე, ნახე, ყვავილებს უყურე, სად არის ამოსული. წამოდი აბა წავიდეთ ახლა წინ. აი ესე იგი სამაშველო რგოლები. ეხლა წარმოვიდგინე რომ ამ გემზე ვარ, გავდივარ შუაგულ ზღვაში და ეს ტალღებს ჭრის და წინ მიიწევს. აღარ სად მიიწევს, არ ვიცი. ნუ სადღაც მივდივარ და სვენებლად. ხო და დედამ. აი საკეი კვადრილია, ხო? სამეგობრო წრერო ხართ ერთად მოსული. და მე რო დაწვიდა თვითონ გადასწრებდა. სადღაც კრუიზში რომ მიდიხარ. აქ რა ხდება თემო წინ? აი ესენი არის სამაშველო კაბინები ალბათ, ხო? ეს თეთრი პატარა სამაშველო კაბინებია, რაღაცა რომ მოხდეს, უცებ რომ გადააგდებ წყალში და გადარჩები. ესეც შესაბამისად. დასასვენებელი. აჰა. შეიძლება ჩავიხედო? საძინებელი, სამზარეულო. ვაუ, მაგრამ ძალიან ტურიანია ქაურობა და ესე იგი აქაც როგორც ჩანს. მოიცა? და აი აქ გვაქვს ესეთი ცოტა არეულობა გვაქვს. დიდი ხანია აქ არ ვიყოფილა და მოკეთ ესეთი აბაზანა, ტუალეტი, ხელსაბანი, ესეთი საწოლები, კიდე იქით კარი შედის, სხვა ოთახიც იქნება. მოკლედ საცხოვრებელი გვაქვს, ფანჯარა არა გვაქვს რაღაც. ვედით უკან. ეხლა წავედით მოვძებნოთ ღუზა სად არის? მე თვითონ ძალიან მაინტერესებს. ალბათ ეს არის. ღუზა იქნება აქ, ხო? აი ხო. აქედან უკვე ქვემოთ რო ჩაიხედო, ამ გემის ქიმია ეს რა, ხვირი. გასაგები. აქედან ეშვება ქვემოთ ღუზა და აქედან იწევა მაღლა. და გემის წვერზე ახლა გახვალ ბატონო თემო და ტიტანიკზე რო ხდება ისე დადგები და მე იმღერებ. კაი მეწავალ. ვაუ. თემო თუ ჩავარდი, ნახეთ დაბლა რა ხდება. თუ ჩავარდი, რა ვიცი, თუ რა ვიცი და კი გადავრჩები, მაგრამ მაინც არ იქნება სასიამოვნო.
ძალიან ვიღაცნაირი შეგრძნებებია. ესე იგი პირველად უყურებ ნაპირიდან ვალენსიას. აი აქედან იქით მხარეს და ლამაზია აქაურობა. რატომ მოვხვდი ხლა აქ? ძალიან მინდოდა მენახა ავთენტური თევზის ბაზარი. ცოცხალი თევზის ბაზარი და ვიცოდი რომ აქ შეიძლება ყოფილიყვნენ მეთევზეები და ზუსტად მაგიტომ შემოვედით აქ მაგის სანახავად, მაგრამ მეთევზეების და თევზების მაგივრად და ბაზარის მაგივრად ვიპოვე აი ესეთი მიგდებული ძველი გემი. სხვათა შორის ძალიანაც კარგი. მართლა? ცოცხალი? ცოცხალი? ხო, დედაცაკ არის და. ვაუ, კატა და კნუტები ვიპოვეთ. აქ არიან შიგნით. აქო. რანაირად გაიგე, როგორი ძველი აქ ნახე შეხედე რა ყველაფერი დამპალი. სო, ესე იგი ძალიან აინტერესებს თემას რა ხდება შიგნით ჩაკეტილია. ბოქლომიადებს და ვერანაირად ვერ შევედით. ვერ ვნახეთ იქ რა ხდება. ხედავ რამეს? ხედავ რამეს? აჰა. ბარი, დივან კრესლო. აჰა. ჩაკეტილია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლოს შევხედები შიგნით. იმისგან განსხვავებით, როცა იქ შემოსასვლელი ხიდივით არის, აი ამ მეორე გემზე მსგავსი ხიდი არ არის. სამწუხაროა, იმიტომ რომ ეს რო ყოფილიყო, ნამდვილად თავიდადით და აი ამ გემსაც დავათვალიერებდით შიგნიდან, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. იქით არიან კიდე მეთევზეები, პატარა კატერებით, ნავებით, ალბათ ისინი უკვე სათევზაოდ გადიან წყალში. რეალურად მაგის ანახავადაც მოვედით აქ. აი რაღაცა ძველმანების ბაზრობაზე რო ხარ ადამიანი და რაღაცებს ვათვალიერებ, ზუსტად იმ სიტუაციაში ვართ ახლა ჩვენ. ათვალიერებ აქ რა არის? მიქსერი, არაჩვეულებრივი ჭიქები შემილია შემოგთავაზო. აუ იქით ფოცარი მანახე? შემილია შემოგთავაზო. აბა? ხო. ვაუ. რომელიც დიდი ალბათობით მუშაობს. ხო, ალბათ მართლა მუშაობს. ეს ახერხი შემილია შემოგთავაზო, აი რა შემოგთავაზო, რა მოკიდო, რა გინდა. აქ რა ხდება? აი აქ დამათვალიერებინე კიდე რა არის? პლასმასის თეფშები. არაჩვეულებრივი. საკმაოდ ბევრი. პულტი, აქაც რაღაცა აპარატურა. პილასოსი ღმერთო. ხო, კაი, მტვერსასრუტიდან 1, 2 და საკმაოდ ბევრი კიდე რაღაცა. ამ ეტაპზე გამოუსადეგარი ნივთია, ჩაინიკი, ჭურჭელი. კაი დაწნულ სკამებია, ხო? არ ვიცი ხა კადრში ხედავთ თუ არა, უბრალოდ მინდა განახოთ როგორი ძველია გემი. ესე იგი რამდენი ხანი აქ დგას, რომ უკვე ხავსი აქ მოდებული და თითქმის შეჭომულია ხე. აქთაც ნახეთ. აბა, შეხედეთ. აუ, თევზებს თუ ხედავთ, რამხელა თევზები არიან. ვაუ, რამხელა თევზები არიან. მაგრამ ხავსს ხედავთ, ეს რას ნიშნავს? ხო ხვდებით, ახლა თქვენ თვითონაც თემა, მოდი აქ რამხელა თევზები განახო. მოდი. რამხელა თევზა საჭერი გემებია და რამხელა ბადეებია გემებზე უყურეთ. მე პირველად ვხედავ მსგავს რაღაცას.
წარმომიდგინე რამდენ თევზს იჭერენ და მე და ჩემნაირებისთვის ეს როგორი 64 ადგილია. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს თევზი. ხო, ნამდვილად. ძალიან ბევრი გემია და ძალიან ბევრი მეთევზეა აქ და ხა უკვე გვიანია. თორე ჩვენ 8 დილას ადრე მოვსულიყავით 8 საათზე, 7 საათზე. აქ შეიძლება ისეთ ფაქტებსაც დავსწრებოდით, აი ახალი დაჭერილი თევზები რო ყავთ უამრავი და რომ მოვიდნენ თევზაობიდან და უკვე რო ცლიან ამ ყველაფერს, აი მაგ დროს იქნებოდა ალბათ ეგ. ეხლა ჩვენ უბრალოდ დავაგვიანეთ მოსვლა. ესე იგი ჩვენ ახლა გავარკვიეთ, რომ თურმე აი აქ არის თევზის ბაზრობა. და დილის 4 საათზე და 5 საათზე უნდა მოხვიდე აქ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლითო და აი ეს გემები მოდის დახუნძრული თევზებით, რვაფეხებით, მიდიებით, მოკლედ ყველაფრით და აქ რომ მოხვალ მერე აი აქ არის უზარმაზარი თევზის ბაზრობა და შემოხვალ და იყიდი და მოკლედ ეხლა აი დღეს არ უნდა გამიგო ეხლა თორე აი არ ვიცი ხო ხდება. შეხედეთ რა ხდება აქ. აი ეს ყველაფერი აი აქ უყურეთ ეხლა რა ხდება. პირველ რიგში ხარ ეს გავაკეთებ ხო ხდებით. აუცილებლად მოვალ აქ და ამ ყველაფერს გადავიღებ და ცოცხალ თევზს ვიყიდი. ეს დაგვიანებული მეთევზე ახლა. ეს ზარმაცების ხაში რო არის ზუსტად ისეა. ყავს თევზი არა. აი ზარმაცები თევზები მოვიდნენ, რომელსაც ძალიან გვიანი თევზავის და მოიტანეს თევზი. ალბათ ეხა ესენი მყიდველები არიან, ან უბრალოდ ეხმარებიან დაცლაში. ხო. რები ვაუ. ესენი უნდა ვნახო. ой, მე მანახე რა. გიხოწები მანახე რა. ვაუ. ვაუ, თემო ეს ერთი თალი ვიყიდოთ რა დემესთვის. გაგიშდება. ნაკავში ყრის, არ ვარგა. სუნი კარგია. და ძალიან საყვარლობები. იყბინებიან და იმიტომ არის ეს ნაჭერი, იმიტომ უჭირავს ხელში და ნაჭრით აკეთებს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ნახე, იმაშვებიან. ცოცხლები რო არიან, ყბენენ. და ფარა შესწივდეს. აუ, ესეთი თევზით არასოდეს არ მინახავს. მანახე. ვაუ, რანაირ თევზებია. აი, perdón. თან ეს ყველაფერი უკვე დაფასავებული აქვს წინასწარ. ყველა სახეობის თევზი, ყველა ანუ ცალ-ცალკე აქვს ყუთებში ჩადებული. ვაუ. თემ ამას ახლა ყველაფერს იყიდიან, წაიღებენ, ჩვენ არაფერს არ დაგვიტოვებენ. გაიწეიქით მანახე. მანახე კარი. თემო ხმას ვერ ვიღებ საერთოდ. თევზები ცნობ, ხა შეხოთ. ვაუ. აუ, ეს რა თევზია? ვინმე თუ იცით ეს რა თევზია, დამიწერეთ კომენტარებში. თემო, ეს რა თევზია, თემო? თემო, ტუნა. აბა რა არის? ვაუ.
ესე იგი თან როგორ აქვს ეს ყველაფერი დაფასოებული, ან როდის მოასწრო ამ ყველაფრის დაფასოება, უყურეთ ეს ყველაფერი ხო ძალიან ლამაზად არის რა ეს ყველაფერი გაკეთებული და იმდენერი თევზია საერთოდ რომ არ ვიცი მე უმეტესობა საერთოდ ვერ ხვდები რა სახეობის თევზია. ან თან რო იჭერს, თან ყინულები აქ ეთყობა იქ, თან ყინულებს აყრის ზემოდან რომ არ გაფუჭდეს. მანახე არ მინდა ვაიმე რომ ხებები აქ სულით გადაუღერა ამას არ მინდა რატომ შევიყო ღმერთო ამას რა ქვია թե მოგთხო არ ვიცი მე კითხე ჯიმიტის ხო აუ ეს რა ლამაზია როგორ ანათებს სუპერ ცხოვრებაში არ შევწრები ვარ ამ რაღაცას სუპერ